დღეს შესანიშნავი დღე იქნება. როგორც იქნა, დინარეზე წავალთ და ვიბანავებთ. მე ცურვას არ ვაპირებ, ფოტოს გადავიღებ. რატო? ამინდი ხომ მშვენიერია. დინარეში ბევრი წყალმცენარე არის. შენ ისეთი სათუთი ხარ, წყალმცენარეები არაფერია. დინარეში ასევე უზარმაზარი ლაქოები არიან, რომლებსაც შეუძლიათ ფსკერზე ჩაგითრიონ. ო, ლუნა, ეგეთი თევზები არ არსებობენ. არსებობენ. დაგუგლე. ვახ, კარგი, ცურვისას უფრო ფრთხილად ვიქნები. კარგი, კიტი სადაა? მასთან საძინებელში შევიხედე. ეძინა. აი, ძილის გუდა. მან თქვა, რომ ერთად მოამზადებდით საჭმელს. წავალ, გავაღვიძებ. ვარ, როგორ ცუდად გრძნობ თავს. რატომ მაინც და მაინც დღეს? გონი სიცხე მაქვს. უნდა გავიზომო. ვერ გავხდები ავად, დიდი ხანი ველოდებოდი ამ დღის დადგომას. კიტი, ადექი, ლუნა გელოდება. უკვე ალდექი. მოიცა, 10 წუთი დამელოდოს ლუნა. ხმაზე რა გჭირს? კარგად ხარ? ყველაფერი კარგადაა. ჯერ არ გამოფხიზლებულ ვარ. კარგი, მე და ლუნა გელოდებით. ვა, 38 და 5? დიდი ხანია ასეთი ტემპერატურა არ მქონია. ძალიან ცუდია, მაგრამ მოგზაურობის გაუქმება გამორიცხულია. მომიწევს თავის ჯანმრთელად მოკატუნება. აბა, მოდის კიტი? ახლა ხან გაიღვიძა. იქნებ გავაუქმოთ მოგზაურობა? მე და კიტის სამუდამოდ მოგვიწევს გამზადება. გავაუქმოთ? არა. როგორც იქნა, 1 საათში გავდივართ და საჭმელი ჯერ არ არის მზად. ახლავე ყველაფერს სწრაფად გავაკეთებ. კიტი, კარგად ხარ? უბრალოდ წავპორძიგდი. რაზე? იატაკი სწორია. ხომ იცნობთ, ისეთი მოუხეხებელი ვარ. ჩემივე ფეხებზე შეიძლება წავპორძიგდე. ფრთხილად იყავი. დღეს შენ ზიხარ საჭესთან. არი დარდოთ, მე იდეალურად ვმართავ მანქანას. მე შეგეწინააღმდეგებოდი. კარგი, არ გვინდა კამათი. შევუდგეთ მზადებას. აჰა. იმოძრავე, რატომ იქცევი მძინარე ბუზივით? რატომ ამომიჩემებთ? დინარეზე ვაგვიანებთ. რა მდინარე? დინარე სადმე წავა თუ 1 საათით გვიან მივა? მოიცა, ცურვისთვის იდეალურ დროს გამოვტოვებთ. ლოქოები სარგეშინია? მოიცა, ლუნამ შენც მოგიყვა? კი, ახლა კი ცურვის მეშინია. მე კი ამ ლოქოს სათევზაო ანკესით დავიჭერ. ვერ დაიჭერ, ის ორჯერ დიდია შენზე, დაბალო. ეგ შენ ხარ, მე ვეცდები მის დაჭერას. წავალ, ჭიებს მოვიპოვებ. სულედო ლეო, მან არ იცის სატყუარის ამოკაჩვა. ჩი! ფუ, რაღაც აღარ მინდა ამ სენდვიჩის ჭამა. შესანიშნავია, მაშინ მე შევჭამ. რატომ აცემინე? გაციებული ხარ? არა. რა თქმა უნდა არა, შესანიშნავად გრძნობ თავს. ნამდვილად, ცუდად გამოიყურები, შენ ოღონდაც ცუდი რამე მითხრა. გეუბნები, რომ ისე გამოიყურები, თითქოს ავად ხარ. მსგავსი არაფერი მჭირს. თუ ავად ხარ, მაშინ ეს მოგზაურობა გაუქმდება. არა, ძროხასავით ჯანმრთელი ვარ, ენერგიით სავსე. კიტი, სიცხე გაქვს, სულაც არა. გეჩვენება, სწრაფად წადი და სიცხე გაიზომე. რატომ? ხომ გითხარი რომ კარგად ვარ? მოიცა, თერმომეტრს მოვიტან. ჯანდაბა, გამომიჭირა. ტემპერატურა კიდევ უფრო მაღალი მაქვს. იფიქრე, კიტი, იფიქრე. ვაიმე, რა ცივია. იმედია რომ გამოვა. კარგი, აქ გაიზომე. შებრუნდი, მწვენია. მოიცა, იწექი, მე და ლეო აფთიაქში გავიქცევით. ხომ გითხარი რომ ჯანმრთელი ვარ? დარწმუნებული ვარ რომ სიცხე გაქვს. ლუნა, როდიდან გახდი ექიმი? ამისთვის ექიმობა არ გჭირდება. თერმომეტრი მომეცი. გატრიალდი. აი?
რა? 34 გრადუსი? შენ კი ძალა მიგდის. ჯანდაბა, ზედმეტი მომივიდა. რა თქვი? ეს უბრალოდ ძველი თერმომეტრია. არ უნდა ენდო. მოიცა. კარგი, რადგან ამბობ, რომ თავს ნორმალურად გზნობ. დიახ. კარგი, თავს მშვენივრად გზნობ. მაშინ სამზარეულოში შევიდეთ. რაღაც მაქვს შენთვის. კარგი, ეს ტკბილეული თან წავიღოთ. ვაუ, ჩემი საყვარელი. უბრალოდ ბევრი არ ჭამო, თორემ მდინარემდე ვერ მიაღწევენ. ისევ გაცემინებს, ნამდვილად გაციებული ხარ. გაციებული არ ვარ. კარგი. ალერგიაა. ტკბილეულზე გაქვს ალერგია? როგორ მეწოდები. იცი, ეს ტკბილეული აღარ მიყვარს. არ მინდა. შენ ხომ მასზე გიждდებოდი? არ ვიცი, დღეს უცნაური გემო აქვს. არ ვიცი. ალბათ დეფექტი აქვს. ჩვეულებრივი კანფეტებია, როგორც ყოველთვის. ნახეთ, რამდენი ამოვთხარე. ლოკო, ასეთი პატარა სატყუარათი არ მოტყულდება. ლუნა, გაჩუმდი, ასჯერ ყოფილ ვარ სათევზაოდ. ლეო, გასინჯე. კიტი ამბობს, რომ ესენი არ ვარგა. ჩვეულებრივია. აი, ხედავ, კიტი? წავალ და სათევზაო ანკეს, საბარგულში ჩავდებ. კიტი, დარწმუნებული ხარ, რომ არ ხარ ავად? გემოს შეცვლა კარგი არ არის. ლუნა, ძალიან მაწუხებ უკვე. უბრალოდ კარგად დასვენება მინდა და არა შენი ცხვირის წმენდა. მარც გთხოვ, რომ ცხვირი მომწმინდო. და ცუდად რომ გახდე, რა უნდა ვქნათ? მე უნდა გადაგარჩინო. ყველაფერი კარგად იქნება. კარგი, მაგრამ მე არ გიშველი. შევთანხმდი. ინაღამ დამავიწყდა. კოღოს საწინააღმდეგო კრემი მჭირდება. რა გემრიელია. რა უცნაურია, მაგრამ თავს ვერ ვიკავებ. კარგი, ძალიან მინდა ვჭამო. მოიცა, გონი კიტი ავადა. ჯამრთელად გამოიყურება. იცი, ხედავ ავადა და თვითონ ამბობს, რომ ყველაფერი კარგადაა. თუ ეს უბრალოდ გაციება, მაშინ არაფერია სანერვიულო. და თუ არა, კიტის რაიმე სერიოზული, ან იშვიათი დაავადება აქვს? ყველაფერია შესაძლებელი. შანსი მილიონში ერთია, ასე რომ დაივიწყე. ხო, ალბათ მართალი ხარ. კიტი, ჩემი ჭიები შენ შეჭამე? რა თქმა უნდა არა, სულ გაგიჟდი? აბა სად წავიდა? სავარაუდოდ, მთელ სახლში დაცოცავენ იქეთ-აქეთ. მოიცა, ეგრე სწრაფად არ დაცოცავენ. ლეო, დაივიწყე, ახალ ჭიებს გიპოვით. კარგი კიტი, გაემზადე, წასვლის დროა. თითქმის მზად ვარ, მაკიაჟს შევისწორებ და სულ ესაა. ეს რა ჯანდაბაა? რაღაც დაავადებას გავს. ექიმთან არანაირი შემთხვევაში არ წავალ, რომ სწავისვა და ყველაფერი კარგად იქნება. ჯანდაბა, არ ფარავს. კიდევ დიდხანს აპირებ მანტყობ. მოიცა, 3 წუთიც და გამოვალ. კარგი, მე და ლეო მანქანაში დაგელოდებით. კრემი არ შველის. თუ ლუნა ლაქას დაინახავს, ნამდვილად აღარსად აღარ წავალთ. მშვენიერია, ეს სახელოები ყველა ლაქას დამალავს. როგორც იქნა, დიდხანს უნდები მაკიაჟის კეთებას. ჩემი აზრით მაკიაჟი არ შეცვლილა. რას აკეთებდი აბაზანაში? ლუნა, როგორც ყოველთვის გამოცანებს ეძებ. რა გაცვია? არ დაიწვევი? 30-ზე მეტი გრადუსია. გამოვისხლა მეკითხა. ეს კომფორტული დასაცმელია. კოღოები არ მიკმენენ. კარგი, წავედით უკვე. კარგი, როგორც იქნა, მიყვას მანქანის ტარება. კიტი! პულში არის, მანქანიდან უნდა გადმოვიყვანოთ. რა სჭირს? რა მოხდა? მოიცა, კარგი. ხომ გითხარი რომ ავადა? და მდინარე? მოიცა, დაივიწყე. კარგია რომ მანქანით გზავრობისას არ დაკარგა გონება. წამოდი, სახლში შევიყვანოთ.
დედა. რა? სად ვარ? დინარეზე ვართ უკვე? გონება დაკარგე. ახლა მე და ლეო ექიმს ვიძახებთ. მოხუნთ ექიმი არა, გთხოვთ. ტყუილს ვეღარ იტყვი. აშკარაა რომ ავად ხარ. კი, ავად ვარ, მაგრამ უბრალოდ გაციებაა. მაშინ დაწექი და დაისვენე. სულ მცირე აუსთანაც შეგვიძლია დასვენება. აი ზუსტად, წამოდი. ხო, მეგობრებიც ამას ქვია. იმედია, ჭიების ჭამის გამო არ ვარ ასე და მალე გამივლის. კარგად გავხდები. უსამართლობაა. ისინი გასართობად წავიდოდნენ და მე აქ მარტო უნდა ვიჯდე. კარგი. სად არის ჩემი საცურაო კოსტუმი? მეცაუზზე მივდივარ. საწყალი კიტი, მეწოდება. მე არა, მეგობრები არ უნდა მოატყო. მისი მესმის, ძალიან უნდოდა დასასვენებლად წასვლა. ლეო, შეწყვიტე მისი დაცვა. კინაღამ მოჰკლა. ასეთ მდგომარეობაში მანქანის მართვა არ შეიძლება. მაგაში მართალი ხარ. გამარჯობა, არ მელოდით? მოიცა, საწოლში უნდა იყო. კარგი, თვითონ ერთობით და მე საწოლში უნდა ვიწვე? იცი რა, რაც გინდა ისკენი. ჩვენთან ახლოს ნუ მოხვალ. ხო, არ გვინდა რომ რამე გადმოგვედოს. ხო, კარგი. მოიცა, ფურთუკი მაინც გაიხადე. მე ასე მომწონს. და როგორ აპირებ ცურვას? უბრალოდ ფეხებსაც ჩავყოფ წყალში. წყალთან ახლოს ისეთი სიგრილია, სიცხეს გადამდის. ამ გამომჯანმრთელდები ნელ-ნელა. ბუზი. დაინახე? ბუზი შეჭამა? მოიცა, მეც ეგრე მომეჩვენა. და მან ჩემი ჭიებიც ჭამა. ლეო, უბრალოდ ყურადღების მიქცევა სურს. არაფერიც არ უჭამია. არ ვიცოდი რომ ბუზი ასეთი გემრიელი იყო. მეგონა რომ უკეთ ხვდებოდი. კიტი, რა გაქვს მათ? არაფერი. უბრალოდ მზემ გამიხურა. მეჩვენება თუ მართლა რაღაცას მალავს? მე არ მაინტერესებს, ნაწყენი ვარ მასზე. როგორც ჩანს, მართლა რაღაც საშინელი დაავადება აქვს. კარგი, Google, ცხეულზე მწვანე ლაქები მაქვს. როგორ გავუმკლავდე მათ? აჰა. დალიე ლიმონის, ბალზამის, პიტნისა და გვირილის ნაყენი. კარგი. იმედია საკმარისი იქნება. რას აკეთებ? ვერ ხედავ? ჩაისვამ. ძალიან ცოტა ხომ არ არის? მოიცა. თვითონ თქვით რომ გაციებული ვარ და მკურნალობა მჭირდება. ხო, მართალია. ლეო, რა დაავადებები გქონია? ხო, ჩუტყვავილა, უბრალოდ გაციება და კვირის ტკივილიც. კარგი. ოდესმე მწვანე ლაქები გქონია სხეულზე? მწვანე? არასდროს. რატომ მეკითხები? უბრალოდ მაინტერესებს. ყავს მეგობარი, რომელსაც ეს დაავადება აქვს და მან არ იცის როგორ იმკურნალოს. რომელი მეგობარი? ნიშნულობა არ აქვს. არ იცნობ. დაავადება სერიოზულია. მე რომ ეგ მეგობარი ვიყო, ექიმთან წავიდოდი. კარგადაა, ნუ ღელავ. ეგეთ ლაქაზე ამბობდი კისერზე რომ გააქვს? რა, კისერზე? კიტი! ლუნა, იქ კიტი? არ მინდა მასზე რამის მოსმენა. მოიცა. ის მძიმედაა ავად. ჩვეულებრივი გაციება. როგორმე განიკურნება. კარგი ლუნა, მასზე განაწყენების დრო არ არის. კარგი, მითხარი რა სჭირს? ახველებს, სიცხი აქვს თუ გულიერევა? კარგი, მას სახეზე მწვანე ლაქები აქვს. რა? არასდროს არ მსმენია ასეთი დაავადების შესახებ. დარწმუნებული ხარ? წამოდი, თვითონ ნახე. კარგი, წამოდი. კიტი, გააღე, წადით, არავის ნახვა არ მინდა. კიტი, შენი დახმარება გვინდა.
არ მჭირდება თქვენი დახმარება. გამოდი, დავილაპარაკოთ. აღარასდროს გამოვალ ამ ოთახიდან. მოიცა, მთელი ცხოვრება ხომ ვერ იჯდები მანდ? შემიძლია, არჩევანი არ მაქვს. მოიცა, ექიმს გამოგიზახებთ. ის შენ დაგეხმარება. არა, არ მინდა ვინმე დამინახოს. კარგი, მაშინ ჩვენ მაინც შემოგვიშვი. ლუნა სამედიცინო კურსებს გადიოდა, ის დაგეხმარება. კარგი, შემოდით. უბრალოდ არ შემომხედოთ. მახინჯი ვარ. დარწმუნებული ვარ, ყველაფერი არც ისე ცუდადაა. არც ისე ცუდადაა? ღმერთო ჩემო, ასეთი საშინელება არასდროს მინახავს. ლეო, ზე გარუგულისხმია. ლეო მართალია. ჩემზე მახინჯი არავინაა. კარგი, აქი ჯეკი და ვეცდები გავიგო, რა სახის დაავადება გაქვს. ჩემთვის სულ ერთია. არსად არ ვაპირებ წასვლას. წამოდი, ლეო. დაინახე? მისი სახე შრეკის სახეს გავს. არ არის საჭირო მისთვის მაგის თქმა. უმჯობესია მხარი დაუჭიროთ. თვითონაც ფიქრობს, რომ მახინჯია. მოიცა, შენ გამო ახლა ექიმთან აღარ წავა. ჩემს გამო? ახლა ექიმის წინაშე უხეხულად იგზნობს თავს და ჩვენ თვითონ უნდა უკუნალოთ. კარგი, საშინელებაა. ყველას ჯობს რომ ეს გაიკეთო. ნუ თუ ყველაფერი ასე სერიოზულადაა? ჯერ არ ვიცი. აი მგონი ვიპოვე. კიტი, შენთან რამდენიმე კითხვა მაქვს. დავისვი. მითხარი, სიცხე გქონდა? გქონდა. გაცემინებდა? კი. გემო შეგეცვალა? რაიმე უჩვეულო ხო არ გიზიდავს? მაგალითად მწერები. არა. გულახდილად უპასუხე, დავინახეთ როგორ შეჭამე ბუზი. აჰა, კარგი ხო? ბუზები და ჭიები ძალიან გემრიელია. თქვენ ამას ვერ მიხვდებით, იმიტომ რომ არ გაგისინჯავთ. ცუდადაა საქმე. რა მჭირს? კიტი, გომბეშოს დაავადება გაქვს. ეკლა დაავადებაა? რამდენი ხანი დამრჩა? არ მოკვდები. უბრალოდ გომბეშოდ გადაიქცევი. მეხუმრები? არა, ეს ნამდვილი დაავადებაა. გადამდებია. არიდარდო კიტი, გომბეშოთ ყოფნა მაგარია, ისინი 15 წელი ცოცხლობენ. მაგით ვერ დამამშვიდე. არ მინდა გომბეშო ვიყო. იქნებ შეეჩვიო? კარგი, როგორ უნდა განვიკურნო? შენ მემკურნალებ ლუნა? სიგნში წავიკითხე, რომ მისი განკურნება შეუძლებელია. რას ქვია, არ ეკურნება? შენ იჯექი, ჩვენ მოვიფიქრებთ, რისი გაკეთება შეიძლება. იმედია არ გადმოგვედება. დაავადება ნერწყვით გადადის. თუ აქ ყველაფერს გავწმენთ, არ დავინფიცირდებით. როგორ უმკურნალებთ? არ ვიცი. რამეს მოვიფიქრებთ, ხო? ადრე რომ მეთქვა, შეიძლებოდა განკურნებულიყო. ჩვენ ხომ არ დავნებდებით? ვეცდები რამე მოვიფიქრო, მაგრამ დახმარება დაგჭირდება. ხარდაჭერის გარეშე ვერ გაუმკლავდებით. მეგობრებო, დაალაიქეთ ვიდეო, თუ გინდათ რომ კიტი გამოჯამრთელდეს. როგორ ჩანს ყველაფერი სუფთაა. ახლა კიტი კარანტინშია? კი, სანამ კიტი არ გამოკეთდება, იქ დარჩება. ერთი იდეა მაქვს, როგორ გამკურნოთ კიტი. ახლა ნებისმიერი იდეა გჭირდება. როგორც ცხაპრებში ხდება, კიტი გომბეშოთ გადააქციეს და პრინცმა უნდა აკოცოს. კარგი იდეაა, მაგრამ პრინცი სად ვიპოვოთ? შეგვიძლია ჩაკს დაურეკოთ. მოიცა, და ჩაკი როდის მერია პრინცი? კიტის ხომის მოსწონს. გონი ეგეც ითვლება. უბრალოდ ეგ გეგმა არ იმუშავებს. ჩაკის დაინფიცირდება. კარგი, მაშინ სხვა რამე უნდა მოვიფიქროთ. იქ კიტი რას აკეთებს? წავიდეთ და გავიგოთ. თავდაცვისთვის წაიდე, ესენი დაგავიწყდა? კიტი, კარგად ხარ? რა ხდება? უბრალოდ დავხტუნავ. რატომ? ეს მე მანგშვიდებს. ცუდადაა საქმე, დაავადება პროგრესირებს. რამე ხდება? ის გომბეშოსავით ხტუნავს. სასწრაფოდ უნდა ვიპოვოთ წამალი. გამიშვით, შია, ახლავე მოგიტანთ საჭმელს.
ჩაი გავუმზადოთ თუ კაკაო? რაღაც გემრიელი უნდა ვაჭამოთ. შესაძლოა ეს მისი როგორც ადამიანის ბოლოკვება იყოს. მაგის დაჯერება არ მინდა. იქნებ სუში შევუკვეთოთ? ისინი 2 საათში მოვლენ. მას კი ახლა უნდა ჭამა. ო, ჩიპსები. წავედით. რატომ აქამდე არასდროს არ მჯდარ ასე? საჭმელი მოგიტანეთ. აი. თვითონ შეჭამეთ ესენი. რაშია საქმე? ეს გემრიელი ჩიპსებია. მოიცა, მუხლუხუები, ყოღუები ან რაიმე მსგავსი მომიტანეთ. და საიდან მოვიტანოთ ეგენი? მე მყავს რაღაც ჭიები. მატლებიც არიან. კარგია, მოიტანე. მანქანაშია. კარგი. ნაყინიან პიცა არ გინდა? მაგაცა ფიქრიც კი ამაზდენია და მუხლუხუები არ გესაზიზღრება? უბრალოდ შენ არ გესმის. აი ყველაფერი რაც ჩვენ გვაქვს. კარგი. და ცურვა მინდა. არა, შენთვის სახლიდან გასვლა არ შეიძლება, მაგრამ წყლის გარეშე თავს ცუდად გრძნობ. ცოტა მოითმინე. მე და ლეო რაიმეს მოვიფიქრებთ. იჩქარეთ, კანი მიშრება. იდეა მაქვს. აუს მოვიტან. მეც მომშივდა. რადგან აღარსად მივდივართ, შევჭამ ამ სენდვიჩს. როგორც ჩანს კიტის მოსწონს გომბეშოთ ყოფნა. არავის უყვარს გომბეშოთ ყოფნა, თვითონ გომბეშოსაც შენ კი. საიდან იცი? რაშია საქმე? ეგ სენდვიჩი, კიტიმ დააცემინა მაგას როცა ამზადებდა. იმედია ინფიცირებული არ ვარ, ხო? ახლავე ეგ სენდვიჩი ნაგავში გადააგდე. კარგი. ლეო, კიტისთან უნდა წახვიდე. მე ხომ დამინფიცირდები? შენ უკვე დაინფიცირებული ხარ. უბრალოდ დამშვიდდი. კურნალობა სასწრაფოდ დაიწყება. დამეხმარები და ეფექტური იქნება ეს, ხო? როგორც ჩანს კიტის ნერწყვი ზედმეტად გადამდებია. უკვე ლაქებით ხარ დაფარული. ეს მეორე სტადიაა. არა, არ მინდა გომბეშოთ გადაქცევა. მოიცა, შენ მოგიწევს კარანტინში გადასვლა. მე მეშინია. განკურნავთ. ახლა შენ უბრალოდ დროს ტყუილად ფლანგავ. კარგი, მივდივარ. მე აქედან არასდროს გავალ. ნიღაბის გარეშე რატომ ხარ? მეც დაინფიცირებული ვარ. უკვე შევეგუე, მომწონს კიდეც. მე კი არ შევგუებულ ვარ. ახტომას ცადე. არ მინდა. უბრალოდ სცადე, მოგეწონება. ხო, ამაში რაღაც არის. და მე შენ? გითხარი. ხალხო, თქვენი განკურნების გზა ვიპოვე. რა არის ეს? ეს არის ასკრობინის ბჟავა, რომელიც ორგანიზმში ტოქსინებს შლის. იმედია ეფექტური იქნება. მე უკვე გზნობ როგორ ვიქცევი ბაყაყად. და ჩემთვის სულ ერთია. ეს აშველის. გუნაგთ ხო? არ დანებდე. არ მინდა კიტისნაირი ვიყო. მაშინ წავედი, რომ კიდევ რაღაცეები მოვძებნო. კარგი, თუ არაფერს ვიზამთ, ხვალ უკვე კიტი გომბეშოთ გადაიქცევა. ისევ ვეცდები. საინტერესოა, შეძლებენ თუ არა ლეო და კიტი აუზში ცხოვრებას? მართალი იყავი, ძალიან გემრიელი და ნოყიერია. იქნებ ლუნასაც უნდა. არ უნდა, ის ჩვენსავით გომბეშოთ არ იქცევა. და რა მოხდება? თუ მასაც გადავდებ? ეგრე არ შეიძლება. სამაგიეროდ ლუნა გაიგებს. რა მაგარია გომბეშოთ ყოფნა? მოდი შევთავაზოთ, თუ არ მოუნდება, არ დავაძალოთ. შევთანხმდით. ეს ნამდვილად იმოქმედებს. უკვე ნერვიულობდი, რომ ვერაფერს ვერ გავხდებოდი. კარანტინიდან რატომ გამოხვედით? ჩვენ გასეირნება გადავწყვიტეთ. კარგი, არ უბრალდები თქვენზე, იმიტომ რომ წამალი ვიპოვე. ეს ზღვის კიტრია, როგორც კი შეჭამთ, ყველა სიმპტომი გაქრება და ჩვენ აღარ გვინდა განკურნება.
გადავწყვიტეთ, რომ გომბეშუები ვიქნებით. ეს რა? ხუმრობაა? უბრალოდ გომბეშვად ყოფნა. მართლა მაგარია. თუ ეგრე დაავადების გამო ლაპარაკობთ, კიტრის შეჭამეთ და დაივიწყეთ ეგ სისულელეები. ჩვენ მაგას არ შევჭამთ. იქნებ ჯობია შენ სენდვიჩი შეჭამო და ჩვენაირი გახდე? ბავშვებო, მე თქვენ მაშინებთ. ნუ გეშინია, არინანებ. გამოდი, არაფერს არ დაგიშავებთ. არანაირად, არ მინდა რომ დამაიფიციროთ. ლუნა, არიცი რას უშვებ ხელიდან. მოდით კიტრი შეჭამეთ და მერე ვისაუბროთ. არავითარ შემთხვევაში. ლეო უკვე მესამე სტადიაშია. თუ კიტრის ჭამას არ ვაიძულებთ, მეგობრები აღარ მეყოლება. მოიცა, ლუნა, გელოდებით. როგორ დავარწმუნო ისინი? მეგობრებო, თუ იცით, დაწერეთ კომენტარებში. ყველამ უკვე გააცნობიერა, რომ გომბეშვად ყოფნა ჯობია. ამიტომ გამოიწერეთ არხი. და უყურეთ ახალ ვიდეოებს გომბეშვების ცხოვრების შესახებ. ეგეთი ვიდეო ნამდვილად არ იქნება. ნახავთ შემდეგ სერიაში. ნახვამდის ყველას!